მოგესალმებით, ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია გადაცემა კვირის ქრონიკა. მე ნინო ჯიქურაშვილი ვარ. მიმდინარე კვირის განმავლობაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს დღეს გადაცემაში შევაჯამებთ. 29 იუნის ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში სავარაუდოდ კონფლიქტის ნიადაგზე ცოლმა ქმარი მხრის არეში ცივი იარაღით დაჭრა. 54 წლამდე ასაკის მამაკაცი ჯეოჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 და 108 მუხლით აღიძრა, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 1 ივლისიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პენსია გაიზრდებათ. მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, მათ შორის ბავშვებს. მათი პენსია ისევე როგორც ასაკით პენსიონერების გახდება 180 ლარი. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. სულ ცვლილება შეეხება 35,000-მდე ბენეფიციარს. მინისტრის ინფორმაციით ასევე 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, 1 სექტემბრიდან მთაში ცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით პენსია კიდევ 20%-ით გაეზრდებათ. გაეზრდებათ პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, ასევე ბავშვებს. ბავშვებში 18 წლამდე დიფერენცირებული არ არის კატეგორიები და მათი პენსია ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, რომელსაც მოგვიანებით შევეხები, გახდება 180 ლარი. ასევე საპენსიო ცვლილებები არის, რომელიც ასევე 1 ივლისიდან შედის ძალაში, როდესაც ზრდა შეეხება ასაკით პენსიონერებს. ეს ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში გამოიხატება 20 ლარით, ანუ გახდება 180 ლარი. 1 სექტემბრიდან შევა ძალაში და ეს ცვლილებები დაკავშირებული არის მთის კანონის მთის კანონთან, რომლის მიხედვითაც მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით გაეზრდებათ კიდევ 20%-ით პენსია და ჯამში ეს იქნება უკვე 216 ლარი. სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება. აღნიშნულ ბრძანებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა. მინისტრის განცხადებით მისი ერთ-ერთი დაპირება სავალდებულო გაწევების გაუქმება იყო. ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ თავდაცვის მომდევნო მინისტრებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული ბრძანება გააუქმონ. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება ბორჯომში ადგილობრივებმა შეაფასეს. დღეს მე ვაცხადებ, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად მინისტრის ბრძანებით აღარ განახორციელებს გაწევას და არ განახორციელებს მოთხოვნას წვევამდელების გაწევაზე. უნდა წავიდნენ მამაკაცი და მოიხადონ ვალი. მე მგონი ყველა უნდა გავიდეს ჩარში. ჩემი აზრით არ უნდა გაუქმდეს. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. სულებით წასვლა შვილო რა არის, აბა უნდა წავიდეს მომზადებული, იმან უნდა გააცნობიეროს რაზე მიდის ჩარში. მე მგონი კი არა სწორი გადაწყვეტილებაა. საპარტნიორო ფონდმა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ დამწყების საწარმოების სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის გაცნობის მიზნით სამცხე-ჯავახეთში პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე დეტალურად განიხილეს პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები. პროექტის მიზნების გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ჩვენი ამოცანა არის, რომ არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ყველანაირი საშუალებებით ადგილზე თბილისიდან მივაწოდოთ ეს ინფორმაცია პოტენციურ ჩვენ პარტნიორებს, არამედ გავიდეთ უშუალოდ რეგიონებში, შევხვდეთ ახალგაზრდებს, გაუზიაროთ მათ თუ რა ფინანსური ინსტრუმენტები გვაქვს შემოთავაზებული, რომ ხარი დაუჭიროთ და მოვისმინოთ მათი თხოვნები, მათი კითხვები და მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ. შემდეგში ველიც ყველას ტექნოპარკის შენობაში სტარტაპ საქართველოს მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდა შესაძლებლობა თავისი ინოვაციური იდეები კონკრეტულ ბიზნესად აქციოს სახელმწიფო პროგრამა სტარტაპ საქართველოს პარკლებში უშუალოდ ინოვაციების სააგენტო დააფინანსებს მაღალ ტექნოლოგიურ სტარტაპებს. ეს არის სტარტაპები, რომელიც უნდა იყოს გლობალურ ბაზარზე გათვლილი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალციხეში და ამ რეგიონში არის ბევრი ახალგაზრდა, ბევრი საინტერესო პიროვნება, რომელსაც შეუძლია ამ მიმართულებით პროექტები წარმოადგინოს და უკვე
მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდეს თავისი იდეით და სტარტაპით, ესე ვთქვათ, განთქმული და წარმატებული. მოწვეულები არიან რაიონის და რეგიონის ახალგაზრდები, რომლებსაც ინოვაციური გეგმები აქვს, აზროვნება აქვს ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ასევე სოფლის მეურნეობით დაკავებული მოქალაქეები ჩვენი რეგიონის, რომლებსაც შეეთავაზებათ აღნიშნული პროგრამა და ამ პროგრამისში თუ რაიმეს მოიფიქრებენ, მოიაზრებენ, სახელმწიფო უზრდავი ქონების გარანტიების გარეშე დაუფინანსებს თავიანთ იდეებს. მზად არის თუ არა ბორჯომის ზაფხულის სეზონისთვის? ამ კითხვით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ადგილობრივებს მიმართა. მოსახლეობის განცხადებით, ქალაქის საკურორტო სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით ხვდება. მათი შეფასებები და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი ნახეთ სიუჟეტში. არ არის ჯერ მზად, უნდა დაეწოთ ცოტა ადრე და უნდა შეხვედრილიყო მზად ყოფნაში. მთელი ქალაქი მტვერშია. კი, ახლა ადგილობრივს გვიხარი რომ კეთდება, გასაგებია. სამოვალოდ კარგია, მაგრამ ვინც პირველად ჩამოვიდა, იმას ხო დარჩება ის შტაბეჭირება, რომ კურორტი მზად არ იყო სეზონისთვის. ყოველ წელს ეგრე იწყება, როცა დამსვენებელი უნდა მოვიდეს, მაშინ არის ქალაქი არეული. წესია ბორჯომის. მზად როგორ დახვდა, ხედავთ ამდენი ხანი ძლივს გაწმინდა, ჯერ კიბეზე ვერ ადიან და ვერ ჩადიან, ტალახში დადიან. წვიმა კიდე ახლა გაჩრა ცოტა და გადადიან, უნდა გავდეთ. ტალახში დადობიალობდნენ. ჩემი აზრით ჯერ არ არის მზად, იმიტომ რომ ათხრილია გზები. რა ვიცი, ეს მტვერი, საშინელი მტვერი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 ივლისს დასრულდება. ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოებს რთული კლიმატური პირობებით ხსნიან და აცხადებენ, რომ დამსვენებლები ძირითადად ცენტრალური პარკით ინტერესდებიან, რომელიც მათ მისაღებად სრულ მზადყოფნაშია. ჩვენ შეძლებს დაგვართ ადრე დავიწყეთ დამსვენებლებისთვის მისაღებად მზადება, მაგრამ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა სამწუხაროდ. დღეს მდგომარეობით მაქსიმალურად მაღალ ტემპებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ძალიან ვეცდებით, რომ 1 ივლისისთვის თითქმის ყველა სამუშაო დავასრულოთ, თუ შეგვიწყო ხელი ბუნებამ და გავხდებით დამსვენებლებს განახლებული ბორჯომით. პარკი სრულიად მზად არის დამსვენებლების მისაღებად, ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო პარკში დასრულებულია და თამამად შეუძლიათ დამსვენებლებმა პარკში გაატარონ ზაფხული. ცხენით, ძროხით, კამეჩით, სილამაზის ხიდზე ნუ გადმოხვალთ. ეს განცხადება ბორჯომის გამგებლის მოადგილე მას შემდეგ გააკეთა, როდესაც ხიდის ფეხით სავალი ნაწილი კიდევ ერთხელ დაზიანდა. ვახტანგ ოჩხიკიძე განმარტავს, რომ ხიდზე 3 ცხენმა ერთდროულად გაიარა და სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილზე ჩატყდა. ბორჯომში სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა და მასზე ბიუჯეტიდან 113,000 ლარი დაიხარჯა. ცხენით რაღაც მძიმე ტექნიკით, ძროხით, კამეჩით, ნუ გადმოხვალთ ამ ადგილზე, გაუფრთხილდით თქვენს ქონებას. ეს არის თქვენთვის გაკეთებული და თქვენთვის იქნება მთელი ცხოვრება. თვითმხილველებმა გვითხრეს დაახლოებით 3 ცხენს გადაურბენია ზედ და ეხლა ცხენს ნალები აქვს მოგეხსენებათ და შეიძლება ისაც გადარბოდა რაღაც დაზიანება მოხდა. მთლიანად ჩავარდმილა ცხენი, შემდეგ ამოიყვანეს და კიდე დაზიანდა ერთ ადგილზე. ბორჯომში სილამაზის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდა და მასზე ბიუჯეტიდან 113,000 ლარი დაიხარჯა. ხიდის გახსნიდან ზუსტად 1 თვეში ფეხით სავალი ნაწილი დაზიანდა. ამავე პერიოდში დაფიქსირდა სხვა ხიდებზეც კვლავ ფეხით სავალი ნაწილის დაზიანების შემთხვევები, სადაც ანალოგიური ხარისხის მასალაა გამოყენებული. 7 მარტს მომზადებულ სიუჟეტში გამგეობის მშენებლობაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ხიდის ფეხით სავალ ნაწილზე დაგებული მასალა ხარისხიანია. ვანდალები დადიან ქალაქში. უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც ზუსტად ესეთი ფაქტი მოხდა. გამორიცხულია ამის გატეხვა, თუ უნდა თუ ვინმეს ეჭვებარება, ცადოს თვითონ თუ რაღაცას მოუხერხებს ამას. ეს არ არსებობს ფეხით სავალი, ამაზე 10-15 ტონაა გათვალისწინებული. არ ამგონია რომ 10-15 ტონა იყოს, არ ვიცი რეალურად. ეს თქვენ მასამსახურთან მუშაობთ. თუ თქვა ესე იგი მასე იქნება, იმიტომ რომ ექნებათ ალბათ შესაბამისი ინფორმაცია და ესე ჰაერზე არავინ არ საუბრობს არასოდეს. დაზიანებულ ნაწილს ამ ეტაპზე შეაკეთებს მუნიციპალიტეტი. მიმდინარეობს მოკვლევა და შემდეგ გვეცოდინება ყველაფერი. ანუ არ ვიცით ვინ არის დიახ. ადგილობრივი არ არის ადგილობრივი. ვერ გაგცემთ მაგ კითხვას პასუხს, არ ვიცით.
ვახტანგ ოჩხიკიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი ხიდის დაზიანებულ სავალ ნაწილს კვირის ბოლომდე შეაკეთებს. ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე არსებული სავაჭრო ჯიხურების აუქციონის წესით იჯარით გაცემას აპროტესტებენ. 9 ჯიხური, რომლებშიც ადგილობრივები ვაჭრობენ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მოვაჭრეები გამგეობის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პარკის შესასვლელში ვაჭრობის გაგრძელებით იმუქრებიან. ჩვენ ვიდექით ქუჩაში გარეთ. ჩამოგვიყვანეს აქ, ხო, მოგვათავსეს ამ ჯიხურებში. ახლა ამასაც დიდი ალბათობა რომ წავაგოთ ტენდერი, ხო? შეიძლება ვიღაცა ისეთი მოვიდეს, სად ვეჭიდაოთ. ან მე ხო ვიცი ხა რა მიღის და რა არა ამის გადახდა. მთელი ზამთარი ვიხადეთ, შევინარჩუნეთ და ახლა ამ სეზონს ველოდებით და ამ სეზონზეც ესეთი სიტუაცია და აუქციონში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება. 700 ლარი საწყისი წლიური საიჯარო ქირის თანხაა. სულ 9 ჯიხურია და აუქციონზე ყველა მათგანი გავა. მიზეზად თუ რატომ გადაწყდა ჯიხურების აუქციონის წესით იჯარით გაცემა გამგეობაში მოვაჭრეების მხრიდან დავალიანების არსებობას ასახელებენ. მუნიციპალიტეტმა საყრშენო ჯიხურები გაიტანა აუქციონზე იმის გამო, რომ ვისაც ახლა აქვს ნაკირავები, მათ არაჯერ უნდა შეასრულეს ნაკის ევალდებულებები, ანუ დავალიანებები აქვთ მუნიციპალიტეტთან და შესაბამისად მუნიციპალიტეტმა შეწყვეტა სამხრეთ ხელშეკრულება და გაიტანა აუქციონზე. იმ პირობით თუ მუნიციპალიტეტის მიმართ არ ექნებათ დავალიანი, ანუ მიიღებს მონაწილეობას ის ადამიანი ამ აუქციონში და აიღებს ამ ქონებას იჯარით, თუ მუნიციპალიტეტთან არ ექნებათ დავალიანება. მოვაჭრეების ნაწილი ადასტურებს, რომ დავალიანება ნამდვილად აქვთ. ვისაც გადახდილები აქვს, რომ იმათ მაინც დაუტოვონ ეს ჯიხურები. კაი, მე დამნაშავე ვარ. ხალხი ბანკის ვალებსა და ხო, სახლებს აცდის ხალხს, რომ გადავადება გაუკეთოთ, რომ იმასაკენ ხალხმა სახლები არ დაკარგონ. რა გახდა ეს ჯიხურები, რომ წელსაც დაგვიტოვონ? ნაწილმა დაფარა დავალიანება, ნაწილს ისევ დარჩა და შესაბამისად ამიტომ მოვახდინეთ აუქციონზე გადაღება. ვინც დაფარა ის? ვინც დაფარა, იმას შეუძლია მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. მოვაჭრეები შიშობენ, რომ აუქციონის შემდეგ ჯიხურში ვაჭრობას ვეღარ გააგრძელებენ. ჯიხურები იჯარით ამჯერად 2 წლის ვადით უნდა გაიცეს. სოფელ სადგერში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების ზარალმა შესაძლოა 22,000 ლარამდე მიაღწიოს. აუდიტმა სოფლის რწმუნებულთან ერთად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობაში ამოწმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი ოდენობა სავარაუდოდ 10 დღეში გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებს მოსახლეობა კომპენსაციას. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 15 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სიტყვამ ქალაქის რამდენიმე ქუჩა და სოფელი სადგერი მნიშვნელოვნად დააზარალა. სადგერში განადგურდა სახნავ სათესი მიწები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სულ 37 ოჯახს დაუდგინდა ზარალი, ზოგი სახურავი მთლიანად დაზიანებულია, ზოგი ნაწილობრივ. ჩვენ ველოდებით აუდიტისაგან დასკვნას და ისე მონახაზი ვიცით, რომ 37 ოჯახში სადღაც 22,000 ლარამდე არის სახურავების ზიანი, რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ამის აღწერა ცოტა რთულია, რადგან მათ არ აქვთ დიდი ფართობები, ზოგს ანუ ბოსტონის ტიპის ბაღები, ასე ვთქვათ, და კომისიამ იმჟელა ამაზე ერთხელ, ჩვენ როცა გვეცოდინება სახურავების მთლიანი თანხა აუდიტის დასკვნა გვექნება, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ სასოფლო-სამეურნეო ზიანთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ოჯახს ფიქსირებულად რაღაც თანხა გარკვეული თანხით დავეხმაროთ, რომ სულ მთლად ისე არ დარჩნენ და სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს მაქსიმუმ 1 კვირა 10 დღე დაჭირდება კიდევ. სოფელ ცემში გაზიფიცირების სამუშაოები 5 წლის შემდეგ განახლდა. დარჩენილი 70-მდე აბონენტი ბუნებრივ აირს სავარაუდოდ წლის ბოლომდე მიიღებს. დეტალები ნახეთ სიუჟეტში. თხევადი გაზის ტრანსპორტირება, რა თქმა უნდა, ვიქნიდა საფრთხეს პრობლემებს. ეხლა რა ვიცი, უახლოეს დროში თუ იქნება ძალიან კარგია, რომ ზაფხულია და ზაფხულის პერიოდში დიდი ხარჯვაა გაზის საერთოდ და აქედან გამომდინარე თითქმის თვეში 2 ბალონი მაინც გვინდა რომ ამოვიტანოთ ბორჯომიდან. გაზიფიცირება დაიწყო, ქვედაუბანი გაზიფიცირებული იქნება, ბალონების ყიდვა აღარ დაგვირდება, დამშვენებელი შემოვა, ჩვენც მოგვეხსნება დიდი პრობლემა და დამშვენებისაც მოეხსნება. სხვა ახლა გაკეთებული ვერ უარყოფთ რომ არ კეთდება, გაკეთებულია, გაზი გაკეთება და მე მგონი სოფელსაც ეშველება და კურორტსაც ეშველება.
სოფლის გაზიფიცირება სოკარ ჯორჯია გაზის მიერ ხორციელდება. კომპანიაში სამუშაოების ღირებულებას არ ასახელებენ. მათი განცხადებით, სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. სოფელ ცემის მოსახლეობის ნაწილი წლების განმავლობაში დარჩენილი იყო ბუნებრივი აირის გარეშე, ანუ არ იყო გაკეთებული არც არემონტო, არც გაზის შეყვანის სამუშაოები და ჩვენი არაერთი თხოვნისა სოკარგაზმა გაითვალისწინა ეს პრობლემა და წელს უკვე დაწყებულია დაახლოებით 70 მოსახლისთვის, აბონენტისთვის სამუშაოები და ძალიან მალე ამ ნაწილს ცემისას მიეწოდება ბუნებრივი გაზი. ამ სამუშაოებს დაწყებული საპროექტო სამუშაოები და დამთავრებული სამშენებლო სამუშაოები ახორციელებს სოკარგაზი. საშინელის სუნი, ანტისანიტარია და ქვეწარმავლები. ეს ბორჯომში რუსთაველის ქუჩა ნომერ 131-ში მცხოვრებლების ყოველდღიურობაა. ზაფხულის ცხელ დღეებთან ერთად მათი პრობლემაც დღით-დღე მწვავდება. მოსახლეობა დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას ითხოვს. პრობლემის მოგვარების მიზნით მათ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მიმართეს. თუმცა პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება. ლამისარი, დიზენტერია და მირთხემა გადაგჭამონ, შეგჭამონ, მარტო მე არ ცხოვრობ ეზოში რამოდენიმე ოჯახია, იქ პასუხობენ წყალკანალში, არ გეშველებათ, გამგეობას მივმართეთ 28 მარტს თუ ახლა ზუსტად არ მახსოვს ეს რიცხვი ოფიციალურად განცხადება დაწერილია. ვიშლიან ხელებს, მე რა 4 თვე გამოდის, მეტი თუ არა უკვე. და ფული არ გვაქვს. გამგეობას და თავრობას ფული თუ არ აქვს, ხალხს საიდან აქვს? ვერ ხმარობ, ბოდიში საპირპარაშოში ვერ შევდივართ, ესე იგი მე არ შემიძლია ახსნიდანაც მეზობლებს შესვლა, კრანის გახსნა, წყლის გამოშვება, იმიტომ რომ უცბად ამოდის წყალი და ესე იგი სუნი და ყველაფერი. ტელეკომპანია ბორჯომი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც კომპანიის ადგილობრივმა სერვის ცენტრმა პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გაგზავნა. კომპანიამ ადგილის დათვალიერების შემდეგ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საკითხი მათ კომპეტენციას არ მიეკუთვნება და მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართოს. რუსთაველის 131 ნომერში შეგეწოდებული ძველი იტალიური ეზოში მოწყობილი არის კერძო საკანალიზაციო ჭა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე არ არის არსებული. ეს აღნიშნული ჭა ჩვენ არ ვახორციელებთ მათ წყალმომარაგებით უზრუნველყოფას, წყალარინებით უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე უნდა მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აღნიშნულთან დაკავშირებით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემდეგნაირად გვიპასუხეს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იქ გარდა მოსახლეობის სხვადასხვა კომერციული ფართები არიან დაერთებული ერთ სისტემაზე. ეს არის ძველი სისტემა და წლების წინ როცა მოხდა მთლიანად ქალაქის მასშტაბით ახალი სისტემის რეაბილიტაცია, ეს ნაწილი არ მოხდა რატომღაც. შემდეგ კვირაში, სამშაბათს ან უთხშაბათს სპეციალისტები ჩამოვლენ, ჩვენ მონიტორინგის სამსახურთან ერთად ნახავენ ადგილზე და თქვათ იქ გადაწყდება უკვე რა არის მათი კუთხით გასაკეთებელი, რა ჩვენი კუთხით გასაკეთებელი. 2 და 3000 ლარი ამ პრობლემის მოგვარებას არ ეყოფა, რომ თქვათ რაღაც ეკონომიიდან გავაკეთოთ ეს ყველაფერი და აი უკვე სპეციალისტებთან საუბრის შემდეგ შევადგენთ პროექტს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ წელს მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. 1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას 1 საათით გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ასევე სოფელი ცემისა და ტიმოთესუბნის ავტობუსები დამატებით შაბათ დღესაც იმუშავებენ. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ბორჯომელ აბიტურიენტებს საგამოცდო დღეებში ახალციხის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. ლიკნის მიმართულებით 7 საათის ნაცვლად ბოლო სულაგეს გააკეთეს ლიკნის მიმართულებით 8 საათზე, არდაგნის მიმართულებით ბოლო სულაგეზიც 8 ნახევრის ნაცვლად იქნება 9 ნახევარზე და ყველა მიმართულებით 1 საათი დაემატება ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. ცემისა და ტიმოთის მიმართულებით ავტობუსი მგზავრებს უკვე შაბათ დღესაც მოემსახურება და მინდა კიდევ დავამატო, რომ ცემის მიმართულებით დღესდღეობით 3 სულაგეს აკეთებს ცემის ავტობუსი და 1 ივლისიდან უკვე წლის ბოლომდე 3-ის ნაცვლად გააკეთებს 4 სულაგეს. ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში 1-დან 19 ივლისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი ბორჯომიდან ახალციხის მიმართულებით აბიტურიენტებს უფასოდ მოემსახურება.
დილის 7 საათზე ძველი გამგეობის მოედნიდან ახალციხის მიმართულებით ავტობუსი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს აიყვანს ახალციხეში გამოცდებზე უფასოდ დაელოდება და უკან წამოიყვანს ყველა აბიტურიენტს და ყველა მგზავრს. ბაკურიანში 10 დღის განმავლობაში უსინათლო სპორტსმენებს შორის შაშსა და ჭადრაკში ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ქვეყნებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღეს. პირველი ადგილი დაიკავა და გამარჯვებული გახდა აზერბაიჯანის გუნდი. პროექტ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. ქვეყნის უსინათლოთა საზოგადოებებში ტარდება ჩემპიონატი უსინათლოებს შორის, სადაც ყალიბდება გუნდი 4-ეულის შემადგენლობით, როგორც ჭადრაკში, ისევე ასოჯრიან შაშში. შემდეგ ეს გუნდები მონაწილეობენ უკვე ერთმანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად. ვფიქრობ, არა მხოლოდ სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს, არამედ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო უწყების ვალი არის მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ასეთი ადამიანების საზოგადოებრივ პროცესებში ჩართულობა და ვფიქრობ, ჩვენი სამინისტრო ცდილობს თავისი პროგრამების, მათ შორის ამ პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყოს, რომ შეძლების ზოგადად აქტიური ინტეგრაცია გქონდეს ჩვენს შეზღუდული შესაძლებლობის პირებს. ბორჯომში მალე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის ცენტრი გაიხსნება. ამჟამად ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მშენებლობის დასრულება ივლისის ბოლოს იგეგმება. ცენტრი 40 ბენეფიციარზეა გათვლილი, პროექტის ღირებულება 58,000 ლარს შეადგენს. ცენტრი ასაგანმანათლებლო პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს თანამშრომლებთა გადამზადება. ბავშვებზე იქნება სპეციალური საბუთები, ჩვენ თვითონ მოვიძიებთ ამას და მოემსახურება თვითონ ჩვენი ცენტრი აი ამ ბენეფიციარებს. ბენეფიციარები აქტიურობენ სოფლებიდანაც, ჩიტახევიდან, ქვაბისხევი, კორტანეთში, ყვიბისში და უფრო ვცდილობთ, რომ გავაფართოვოთ ჩვენი ესე იგი ბენეფიციარების მოძიება და რაოდენობა. სამუშაოებში ნაწილობრივ ბორჯომის მუნიციპალიტეტიც ჩართულია. როგორც ისინი ამბობენ, ცენტრი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ჩვენ ვაკეთებთ რემონტის ნაწილს, არსებობს ესეთი ორგანიზაცია ერთად რეალური ცვლილებებისათვის, მათ წარმოგვიდგინეს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რა თქმა უნდა, იმ სტანდარტების გათვალისწინებით, ჩვენმა ზედამხედველობის სამსახურმა ამ ხარჯთაღრიცხვის შემოწმების შემდეგ გამოვაცხადეთ ელექტრონული ტენდერი და გამარჯვებული კომპანია არის წყალსადენისა და კანალიზაციის საექსპლუატაციო სამსახური. პროექტის ღირებულება 58,000 ლარი და იქ პრობლემები იყო მიმდინარეობისას რაღაც დასაკორექტირებელი გახდა და მცირედი ვადას უგრძელებთ ამ კომპანიას და სადღაც ერთი თვის ვადაში უკვე უნდა დასრულდეს ის ჩვენი სარეაბილიტაციო ნაწილი, რაც ჩვენი გასაკეთებელია, დასრულდება ერთი თვის განმავლობაში. აღნიშნული ფართი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეკონომიკის სამინისტრომ 20 წლით უსასყიდლოდ გადასცა. პროექტს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ეწვივნენ. შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მიმდინარე პროექტები წარადგინეს და სამომავლო მიზნები დასახეს. გავეცანით მათ საქმიანობას, გავაცანით ჩვენი საქმიანობა, რას ვაკეთებთ, ჩვენი ახალგაზრდული ცენტრის წევრები რას აკეთებენ, სამომავლო გეგმები გავცვალეთ და იმედია მომავალში ვითანამშრომლობთ. გავაცანით ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, თუ როგორ მუშაობს ეს პროგრამა, საკმაოდ საინტერესო ჩაიარა აღნიშნულმა ღონისძიებამ. გავცვალეთ ერთმანეთის იდეები, პოზიტივები, ასევე სურვილები და იმედი გვაქვს, რომ მომავალში აქტიურად ვითანამშრომლებთ და ერთად ბევრ საინტერესო აქციებს განახორციელებთ. აწყურში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს. სპეციალისტთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ასომთავრულმა წარწერამ, რომელიც კარგად არის შემორჩენილი. არქეოლოგიურ სამუშაოებში 5 სპეციალისტი, რამდენიმე სტუდენტი და ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. დეტალები ნახეთ ახალციხის ტელეკომპანია მეცხრე არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. თავისი გეგმარებით, თავისი ფორმით, თავისი საკურთხევლის ფორმით, ნიშით და ასე შემდეგ წარწერით ტაძარზე მივდივართ.
აწყურში არქეოლოგიური გათხრების შედეგად კარგად შემონახული აქამდე უცნობი ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში აღმოჩენილი ნატაძრალი საკმაოდ დიდი ზომისაა და სავარაუდოდ მე-9 საუკუნეებს მიეკუთვნება. ნაგებობის გარდა არქეოლოგებმა სამდღიანი მუშაობის პერიოდში მნიშვნელოვან არტეფაქტებს მიაკვლეს. სპეციალისტთა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ასომთავრულმა წარწერამ, რომელიც კარგადაა შემონახული. ქრისტე შეიწყალე ეპისკოპოსი მირიანის ძე გიორგი წარწერას სპეციალისტები სწავლობენ. აქვე არის აღმოჩენილი მწვანით მოჭიქული კრამიტი, რომელზეც შესანიშნავი ბოლნური ჯვარი არის გამოხატული. ცხენის თავის ქანდაკება, რომელიც არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, ტაძარს, მაგრამ უკავშირდება იმ ინტენსიურ ცხოვრებას, რომელიც აქ მიმდინარეობდა. ჩვენ მე-17 საუკუნის ეკლესია გვაქვს გათხრილი ტაძრის ჩრდილოეთით, რომელსაც თავისი მარანი ჰქონდა მოდგმული. ანუ ეს ძალიან ბევრ არა მარტო მაღალ სულიერებაზე მიუთითებს ჩვენი საზოგადოების, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ ეკონომიკური ცხოვრება ჩქებდა სამცხე-ჯავახი. ამ ეტაპზე ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები. პროექტის მიხედვით მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. ბოლო 6 თვის განმავლობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულმა პარკმა უკვე 20,000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა. გასულ წელთან შედარებით მათი რაოდენობა წელს 10%-ით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების დალაშქვრასთან ერთად პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, საგანმანათლებლო და კულტურულ ტურებს, ზამთარში კი თოვლის ფეხსაცმელების ტურებს თავაზობს. ამ დროისთვის პარკში 12 სალაშქრო ბილიკია. უახლოეს პერიოდში იგეგმება ერთი ახალი ბილიკის დამატებაც. კიდევ რა სიახლეებს თავაზობს ეროვნული პარკი ველური ბუნების მოყვარულებს ნახეთ სიუჟეტში. This is the first time we have come to Georgia. საქართველოში და კერძოდ ბორჯომში პირველად ჩამოვედი. თქვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე. ძალიან მაინტერესებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მიყვარს ბუნება და აქ ამიტომ მოვედი. სურვილი მაქვს, რომ მომავალში საქართველოს კიდევ ვესტუმრო. We like the landscape very much. ძირითადად აქტიურობენ ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი. ვიზიტორებს შეუძლიათ როგორც რამდენიმე საათიანი ლაშქრობა, ასევე ერთი დღე, ორი დღე და მთლიანად ერთი კვირის განმავლობაში პარკში დარჩენა. ამისათვის როგორც აღნიშნა არის ტურისტული თავშესაფრები ბილიკების გასვლა, სადაც შეუძლიათ ღამის გათენება, ასევე არის საკემპინგო ადგილები, საპიკნიკე ადგილები. მოკლედ სრული ლაშქრობისთვის სრული კომფორტი ხდებათ ვიზიტორებს. ლევან თაბუნიძის თქმით, საკმაოდ წარმატებული იყო ეროვნულ პარკში ზამთრის სეზონიც. წელს ზაფხულში კიდევ ერთი ახალი ბილიკის დამატება იგეგმება, რომლის გზაც ადმინისტრაციის ეზოდან იწყება და მის სანახავად მსურველებს 3 კილომეტრიანი მანძილის გავლა მოუწევთ. ასეთი იყო მიმდინარე კვირის აქტუალური მოვლენები. შეგახსენებთ, რომ გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებგვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.